მთელი მეღვინეობა არის ეს საფუარმა დაგვიდუღოს შაქრები, ჟავები გადმოვიდეს და მე ისე რა ქვია, კანიდან გამოვიტანოთ ცოტა ან ბევრი ის კანის ნივთიერებები. ყველაზე დიდი სასწაული ეს არის ფოტოსინთეზი. ყველაფერი ორგანული ცოცხალი არის ამ ფოთლიდან შექმნილი. ფოთოლში წარმოიქმნება ეს შაქარი და მიდის ის მე შაქარი გადაიქმნება, იმისგან იზრდება ფესვიც, იმისგან იზრდება ყლორტი. ყველაფერი ხდება იმ ენერგიით, რომელიც ფოთოლში წარმოიქმნება. ნახეთ, მაცვალი არის და გარედან ხელს რო გადაусმევთ, პრიალდება, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ გარედან აქვს, ცვილით არის დაფარული და ამ ცვილზე არის დაწებებული უამრავი მიკროორგანიზმი და მათ შორის საფუარი, რაც არის აუცილებელი. ყოველთვის არის საფუარი. და როგორც კი იჭყლიტება, საფუარი უკვე სითხეს ეხება და საფუარს უნდა შაქარი, რომელიც შიგნით არის. და იწყებს ამ შაქრის ჭამას. და საფუარი რო ჭამს შაქარს, მაგას ქვია ალკოჰოლური დუღილი. და დაღვინება ხდება თავისი. ესო დავწუთ ტკბილი, რო ვსინჯავთ ტკბილი არის, ხო? დაღვინდება უკვე ღვინო არის. ეს ყველაფერი გააკეთა ერთუჯრედიანმა საფუარმა. რომელიც ძალიან ჩქარა ბრალდება, ბევრი შაქარი რო აქვს, ბევრ სპირტს, ანუ ალკოჰოლს წარმოქმნის და მე რომ მივაღვიდოთ 12-13-14 გრადუსზე, ანუ რო აღარ არის შაქარი აღარ აქვს, აქეთ სპირტი ხელს უშლის, კვდება და ილექება. პირველი ლექი არის საფუარები, მოვაცილებ და ღვინო გვაქვს უკვე. ეს სამი ის არის, რა ქვია, ბილობი, ჟავები, შაქრები და კანში არის არომატი, რაც აქვს ღვინოს. კანიდან არის ფერი, რაც აქვს განსაკუთრებით წითელ ღვინოს. კანიდან არის და ტანინებიც კანში არის. და ეს მეღვინე გასინჯავს და აი ეს გემო, რაც კანი ტოვებს. ეს გემო ექნება ჭაჭაზე რო დავადუღებთ ქვევში.